კონსტანტინე გამსახურდია იხსენებს. 1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტში მასწავლიდა მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული ფილოლოგი ბარონ ფონ ლიხტენბერგი, ჟურნალ მემნოსის რედაქტორი. ერთხელ მან ხელიდან გამომართვა ჩემი ბლოკნოტი, რომელშიც ლამაზი ხელით ჩაწერილი იყო ერთი ქართული ლექსი. ხელნაწერი გულდასმით დაათვალიერა და მთხოვა სტამბულად ნაბეჭდი წიგნი მეტანა. ბოლოს მთხოვა თავად დამეწერა რამე. ყოველი ასე დაუწერეთ ჩემთვის მისაწვდომი კალიგრაფიული ხელით. 3 დღის მერე მეწვია და მთხოვა ქართული ენა მესწავლებინა მისთვის, მხოლოდ ერთი პირობით, მე თავად ვიბრიო გაკვეთილებზე. რას ბრძანებთ, ბატონო პროფესორო, მასწავლებელიც რომ არ ბრძანდებოდეთ, ჩემი მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული კაცი ხართ. ვერახს სიტყვა დავარწმუნე და ეს 75 წლის მოხუცი ჩემგან დადიოდა და ენერგიულად სწავლობდა ქართულს. 3 თვის შემდეგ ქართულად მომწერა პირდაპირ კალიგრაფიული ხელით დაწერილი ბარათი. ახლა უნდა მოგახსენოთ, ბატონო დოქტორო, მე დაუფლებული ვარ მსოფლიოს ბარე 24 ენას და ასეთი ლამაზი ასოები, ასეთი პრაქტიკული, ზუსტად გამომხატვრელი ყოველი ბგერა მე სხვა ალფაბეტში არ მეგულება. კონსტანტინე გამსახურდია, 1964 წელი. ისეთია ყველა ქართველმა რომ უნდა წაიკითხოს, ის იამოვნოს და სიამაყით დაამატოს, ეს ხომ ჩემი დედა ენაა.